აი მოვედი რომ ითხრა რომ აი თქვენი გასაჩივრებელი ამბობა გაუმეხადა თქვენ ჩემი თანაგდობა ადამიან მდგომარეობაში თქვენ ცხოვრობთ და უკვე რაც ვნახე ჩვენს ქვეყანაში აი ეს არის ჩვენი ამოცანა მე წარმოვადგენ ზოგიერთ შენი დახმარება უნდა მერე მოვედი და მოვითხრა თქვენ ამეხსნით უფრო სწორად ასეთი თქო ბევრი იდგა იქ ისეთ ამიტომ არ მიმიშვეს მე ახლა კიდე შემიდეს ბოლტოდ რომ არ მისულიყავი შენთან ახლა ის სტადიობას გამოიქე მაგრამ უკვე მისულიყავი მე შენთან და ვერ გაბეძეს იმ დღეს ჩემთან მოსვლასაც გიგზავნე ხო და სანამ შენთან მივიდე მანამდე უკვე შემომიყავას არ მიშვებდნენ შენთან არ ვიცი რატო არ მიშვებდნენ ის შეურაცხყოფა რომელიც ამ ქალბატონმა მიიღო ეს იყო აბსოლუტურად დიდი ძალადობის და თავად აღნიშნა რაღაც სადისტური ფორმით გაკეთებული თავარი ჩვენთვის არის რომ ვიცოდეთ რომ აი ესეთ სოციალურად დაუცველ ოჯახებს სახელმწიფო ვალდებულია რომ გვერდში დაუდგეს არა მხოლოდ მას მე ხა ამიხსნეს თქვა და როგორ მოვიდა ხელისუფალი როგორ მოიტანა სხვადასხვა ასე თქვა ეს იქნებოდა ავეჯი თუ ნების რატო უნდა ჭირდებოდეს ესეთ ინციდენტებს რომ მოხდეს და შემდეგ დაიწყოს მხარდაჭერა ესეთი ოჯახებს ეს უნდა იყოს სახელმწიფო პროგრამა აი ორივე შვილი პრაქტიკულად დაავადებულია და უნდა არსებობდეს სახელმწიფო პროგრამა რომელიც თავისთავად არ დაჭირდეს ამ ქალბატონს არც ხვეწნა არც მუდარა სახელმწიფომ აიღოს მათი მკურნალობა თავის თავზე სოციალურად დაუცველი არის დღეს საქართველოში მილიონობით ჩვენი თანამოქალაქე ამას კიდევ ერთხელ ვიტყვი, ჭირდება სოციალური სამართლიანობის აღდგენა. ამას ჭირდება სახელმწიფოს მხრიდან სწორი სოციალური პოლიტიკა და რაც მთავარია, ხელისუფლებაში, პოლიციაში აღარ უნდა არსებობდნენ ადამიანები, ვინც ეს სადისტურად მოექცევიან საკუთარ მოქალაქეებს.